გამარჯობა. შენს არიცი რაზე ვიკრიბები? ჰა? იცია, როგორ არიცია? გამარჯობა. შენ რა? ჰა? დადია. თამონა? გამარჯობა. გეწერა ახლა და ეს გავახსენდა. აბა მოგესალმებით ყველას ერთად. დიდი მადლობა დღეს რომ მოგწადით. ეკა ბატონები მაჩვენეთ. შენ ფეხბურთი თამაშობ? გახსოვთ უშუქობა, გახსოვთ კრიმინალის თარეში, გახსოვთ პენსიები გაყინული 9 ლარი, რომელიც სანატრელი გახდა და ეს იმიტომ კეთდებოდა ის 9 ლარი, იმიტომ ვერ გაძლევდნენ, რომ ბიუჯეტს იპარავდნენ ყველა დიდი და პატარა, ვინც კი ამ კორუფციაში იყო ჩართული. ეხლა უნდა ზოგიერთებს ეს დრო დაბრუნდეს ისევ და იქნებ ფული იშოვონ, იქნებ ქონება იშოვონ, მაგრამ ხალხი, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, იმიტომ რომ არავის არ უნდა ცუდა ცხოვრება, უარესად ცხოვრება და ისე უკან დაბრუნება. ლუსტრირებულია დღეს ყველაფერი, უკვე სახეზეა და კარგი იმითაც არის, რომ ეს მეორე ძალა გამოჩნდა, რომელიც უკან გვეკაჩება და რომელსაც უკან უნდა დაბრუნება და ისე ქაოსი უნდა. ჩვენ კი ვთქვათ, უნდა არა წარსულს, იმ წარსულს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წინ უნდა წავიდეთ და ყველასი ცხოვრება უკეთესი გახდეს. ეს პრობლემები ყველაზე წინ წყლის პრობლემა და როგორც თქვენ გიდა ჩვენი თანადგომა ის არგუმენტია. გენერალი, ამარია ჩამოგატა. შეწუხდით გაგანია შემოდგომაში. როცა მოსავალი ასაღებია თქვენ ყველა მიმართულებით ცდილობს ხელისუფლება რომ რაღაცა მეტი იქნებოდა, რო არა ომი, რო არა უბედურება. მეტიც იქნებოდა, მაგრამ თუ არ ვიარეთ, თუ არ განვითარდით, არაფერი არ იქნება. თუ ადგილზე გავჩერდებით, ადგილზე ყველაფერი ისევ გაფუჭდება, ისევ დაინგრევა. ამიტომ მე ამ შემთხვევაში ჩემთვის თანამდებობა ეგ არ არის. ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე შეგნებულად გავაკეთე ეს ნაბიჯი. გავაკეთე იმიტომ რომ ჩემს ქვეყანას იქ ვჭირდები, სადაც დღეს ხდება ქვეყნის უკან წასვლის თუ წინ წასვლის ბედი. ერთი ჯგუფი იძახის, რომ ჩვენ წავიდეთ უკან და ავადგინოთ საბჭოთა კავშირი და ის უბედურება რაც იყო. მეორე არის, რომელიც ამბობს ჯგუფი პრეზიდენტის მეთაურობით, რომელიც ვაშენოთ და წავიდეთ და ჩვენ ხალხს გქონდეს მეტი სარგებელი და უკეთესად ვიცხოვროთ. მე დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, მე აქ ყველა მიცნობს, ვინც აქ დგას, შეიძლება ზოგიერთები არ მიცნობს, მაგრამ მე დღეს უბედნიერესი ვარ, რომ თინათინ ფორდიას მიეცა იმის საშუალება, რომ როლანდი ახალაიას მადლობა უთხრას. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ თქვენს იმედად ვართ.